მაშასე ამ გაკვეთილზე ჩვენ განვიხილავთ რეგისტრაციას. Online სერვისებით სარგებლობისათვის აუცილებელია გავიაროთ რეგისტრაცია. ამისათვის დავაჭიროთ ღილაკს რეგისტრაცია. გამოსულ ფანჯარაში დავინახავთ ტექსტს, სადაც მითითებული არის რამოდენიმე შენიშვნა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კერძოდ აქ აღწერილია იმის შესახებ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენს ელექტრონულ პოსტაზე გამოგზავნილი იქნება წერილი ბმულით, რომელზე გადასვლის შემდეგაც მოხდება თქვენს მიერ რეგისტრაციის ფორმაში მითითებული პაროლისა და ლოგინის გააქტიურება. მაგრამ ხდება ხანდახან ისე, რომ სხვადასხვა მეილ კლიენტები ბლოკავენ ჩვენს მიერ გაგზავნილ მეილს და შესაძლებელია მეილი მოხვდეს კატალოგში სპამი, ან სულაც დაიკარგოს. პრინციპში ესეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ თუ მოხდა ასე და თქვენ ვერ იპოვეთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი წერილი, ჩვენი მენეჯერები რეგულარულად ამოწმებენ დღის განმავლობაში რეგისტრაციის დროს შეტანილ მონაცემებს და ააქტიურებენ თქვენს ლოგინსა და პაროლს. მაშასე დავაჭიროთ ბმულს რეგისტრაცია. გამოსულ ფანჯარაში შევნიშნავთ ფორმულარს, ანკეტას, რომელიც აუცილებლად უნდა შეივსოს. გრაფაში ლოგინი უნდა შევიყვანოთ ის სახელი, რომლის სახელითაც ჩვენ ვისარგებლებთ სისტემაში შესვლის დროს. გრაფაში ელექტრონული პოსტა აუცილებლად უნდა მიუთითოთ ისეთი პოსტა, რომელზეც ნამდვილად ღებულობთ ხოლმე ელექტრონულ პოსტას. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ საიტის ადმინისტრაციამ მოახერხოს თქვენთან დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში. გრაფაში სახელი და გვარი ჩავწეროთ, თქვათ გიორგი ბერიძე. ქვეყანაში საქართველო. გრაფაში ტელეფონი მიუთითეთ აუცილებლად მოქმედი ტელეფონი. აუცილებლად უნდა შეავსოთ პაროლი და გაიმეოროთ იგი გრაფაში პაროლი კიდევ ერთხელ. მას შემდეგ რაც დაასრულებთ ამ ანკეტის შევსებას, დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია. სისტემამ გვითხრა, რომ ჩვენს მეილზე გამოგზავნილი არის წერილი. გადავიდეთ ჩვენს მეილბოქსში და შევამოწმოთ წერილი. როგორც ხედავთ, ჩემს მეილბოქსში მოვიდა წერილი no reply correction G. აი ასეთი შინაარსის წერილია. აქ მითითებული არის ლოგინი, პაროლი. აქტივაციისათვის გადავიდეთ შემდეგ ბმულზე. დავაჭიროთ ხელი. გადავდივართ უკვე car auction G-ს საიტზე და სისტემა გვეუბნება, რომ შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენი ლოგინითა და პაროლით. აი უკვე ვართ აუქციონების სისტემაში. ამით პრინციპში რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია.